გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის სალომე ლემონჯავასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: ოკუპირებულ სოხუმში გაიმართა რუსეთ-აფხაზეთის ფორუმი. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი გაგაცნობთ გიორგი ვარდანიას. მიამბე აფხაზეთზე. რუბრიკის სტუმარია გია ჭირაქაძე. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. 19 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მხარეებს შორის საგანმანათლებლო პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას ითვალისწინებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უცხოენების, ინგლისურის, რუსულის, გერმანულის, ესპანურის და თურქულის უფასოდ შესწავლას უზრუნველყოფს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადებას. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, დევნილებისთვის უცხოენების შესწავლა მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა მათი შემდგომი დასაქმებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ მემორანდუმის მიზანია ჩვენ ხელი შევუწყოთ იმ ბავშვებს, რომელსაც შესაძლებლობა არ აქვთ ვასწავლოთ რამდენიმე უცხოენები, ამას შედის ინგლისური, შედის ესპანური, რუსული, თურქული და მოამზადებთ ამ ენებში ამ ბავშვებს. ამის გარდა გეგმაში გვაქვს რომ ჩავატაროთ სხვადასხვა ორგანიზებები, იგივე ამ თანამშრომლებს შეიძლება ტრეინინგი ჩავატაროთ ამ მემორანდუმის ფარგლებში. ჩვენ უკვე ყოველწლიურად ვაძლევთ სტიპენდიას ან ფასდაკლებას სწავლაში იმ სტუდენტებს, ეს ჩვენთან აბარებენ, რამდენიმე სტუდენტი ამ წელს მე მგონი 7 სტუდენტი ასე. და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობთ რომ ასეთი ბავშვებს ხელი შევუწყოთ. ჩვენ ამ უნივერსიტეტთან დიხანია თანამშრომლობთ, კარგი საქმის ინიციატორი გახლავთ თავის დროზე, ძალიან ბევრმა დევნილმა სტუდენტმა დაამთავრა, ძალიან კარგი და საინტერესო სპეციალობებით. ჩვენი მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ მოგიმზადებენ სპეციალისტებს. რაც მთავარია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად უფასოდ აკეთებს ამას. ის განწყობა, რომელიც გააჩნიათ მათ, ჩვენ და მის საქართველოსადმი, ზუსტად იმ წილში ჯდება, რასაც ქართულ-თურქული ურთიერთობა ქვია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში 456 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ თბილისში ბინების განაწილების პროცესი დაასრულა. კომისიის შემადგენლობაში გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა შედიოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, კონსორციუმ სამართლებრივი დახმარების საქართველოს წარმომადგენლები. კონსორციუმი თავმსხრივ ასოციაცია თანხმობის, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებს აერთიანებდა. კომისიის მუშაობა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ღია იყო ნებისმიერი მედია საშუალებისთვის. მინისტრის ინფორმაციით განაცხადი 10,010 დევნილმა ოჯახმა შეავსო. მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი 3 მიმართულებით მიმდინარეობს. ავარჩიეთ ნგრევადი ობიექტები, სპეციალური კომისია შემქმნით, რომელმაც დაიარა ყველა ნგრევადი ობიექტი, სულ 14 ნგრევადი ობიექტია და აქედან 2 ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტი შევარჩიეთ, ეს არის აეროპორტის დასახლებაში მდებარე აეროპორტის სასტუმრო და სასტუმრო კოლხეთი, რომლებიც დაუხურეს. ყველაზე დიდი ობიექტები ესენი იყო, ეს 2 ობიექტი დაიხურა, თუმცა ამ 2 ობიექტის გარდა კიდე 4 სხვა ობიექტი დაიხურა, ანუ 14-დან 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. როგორ დაიხურა ის დანარჩენი 4 ობიექტი? უბრალოდ იქიდან მოქალაქეებმა რო შეავსეს განაცხადები, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და იმდენად დაბალი ფულები ჰქონდათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ ობიექტების დახურის გადაწყვეტილება არ მივიღეთ, ავტომატურად დაიხურა ეს ობიექტები, იმიტომ რომ ამ მოქალაქეებს შეხვდათ ბინები ქულებით. მთლიანობაში 178-მა ოჯახმა მიიღო ნგრევადი ობიექტებიდან ბინა. ამ ასე ვთქვათ 561-დან.
მეორე ეს იყო ადმინისტრაციული დაპირებები ან სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამითი ბინა მიიღო 53-მა ოჯახმა და 340-მა ოჯახმა მიიღო აი ქულათა სისტემით კრიტერიუმები, ძალოვადიანი დასახლების შესახებ კრიტერიუმები, რომელიც თქვენ კარგად ვიცით. სად არის ეს ბინები? 330 ბინა აქედან არის თბილისის ზღვაზე, ხოლო დანარჩენი 231 არის თბილისის სხვადასხვა უბნებში, იღომში, ვარკეთილში, რკინიგზის ვокзалთან, სხვადასხვა ადგილებში, იმის მიხედვით მოსკოვის პროსპექტზე თუ სად ქართველი მენაშენეების საქონლო და სადაც გამოვიდა. ამ დროისთვის გამოქვეყნდა 456 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც მიიღებენ 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს და მათი მონაცემები უკვე დაიდოს სამინისტროს ვებგვერდზე. 4 ოთახიან ბინებზე კი გამოცხადებულია დამატებითი კონკურსი. ამიტომ 105 დევნილი ოჯახის სია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბინების განაწილების პროცესი კვლავაც გაგრძელდება და 2016 წელს თბილისში კიდევ 600-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების იმ კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლებიც 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ეს დღე მიულოცეს სტუდენტებს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ძალიან გვაინტერესებდა თავისთავად ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, ჩვენ ეს კომუნიკაცია უფრო ხშირი უნდა გავხადოთ, რამე თუ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ამბობენ ესენი, მათი პირადი განწყობა, შეგრძნება, ტოლვა იმ კუთხისადმი, საიდანაც არიან, დამოკიდებულება ხვალინდელი დღისადმი, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ პროცესებში, მათი ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში, რომელთაც ისინი ცხოვრობენ და ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ მათ. ყველაზე მეტად რაც ალბათ აღელვებს და ცოტა ემოციურადაც რაღაცა სხვა განწყობაზე გვაყენებს, ეს არის რომ იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან 190 აბიტურიენტიდან 91 გახდა სტუდენტი. აქედან 8 მოიპოვა გრანტი 50%-იანი. ჩვენთვის დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეც ვარ რიგითი სტუდენტი და ეს ეტაპი სტუდენტობა არის ის, რომელიც ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც იწყებს ცხოვრებაში რაღაცა მწვერვალებისკენ სწრაფვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობას და მინდა მიულოცო მთელ სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო და მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მაგთი ჯაზ კლუბში უმასპინძლა. ტრადიციად დამკვიდრებულ საზეიმო შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელები, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ხვდებით აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს დაწესებულებებში. მე მგონი ძალიან კაი ტრადიციაა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ჩავხედოთ ჩვენ მომავალ თვალებში. დავინახოთ თუ რას ფიქრობენ ისინი, რას აპირებენ ისინი, გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მხარში ამოვუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიისწრაფიან სწავლისაკენ. ჩვენი მხრიდან ეს არის უდიდესი მხარდაჭერა ამ ადამიანების მიმართ და მე მინდა ვისურვო, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ღონისძიებები გაიმართოს აფხაზეთში, სოხუმში და ყველამ ერთად ვიზეიმოთ, ესე რომ ვთქვათ, სტუდენტების საერთაშორისო დღე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატების სიგელებით, მადლობის წერილებითა და სამახსოვრო საჩუქრებით 75 სტუდენტი დაჯილდოვდა. აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული თანადგომისთვის კი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს საპატიო სიგელები გადაეცათ. მოხარული ვარ, იმიტომ რომ შევირჩიე 15 სტუდენტ შორის, რომლებიც დააჯილდოვეს დღეს. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, ჩვენ ყველას ერთად ტკივილია და ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ მონაწილეობა მივიღოთ ესეთ ღონისძიებებში. თვლი რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება არის, რაც მადლობა მინდა გადავხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ჩემი მოწვევისთვის და ღონისძიების ჩატარებისთვის. თვლი რომ სტუდენტებს სჭირდებათ მსგავსი мотиваცია, თუნდაც იყოს ეს წელიწადში ერთხელ ერთი დღით, უბრალოდ სიმბოლურად რომ იმის აღსანიშნავად რომ აფხაზეთი ახსოვს. დღეს თბილისში სწავლობენ, მაგრამ მათ გულებში ყოველთვის იქნება სოხუმი და აფხაზეთი.
წლებთან გადატანილი ხალხო, ვისაც ეს განგისწია და გითხეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრმა წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს საქართველოს სახალხო არტისტებთან, კახი კავსაძესთან და გივი ბერიკაშვილთან შეხვედრა მოუწყო. ღონისძიება წეროვანის კულტურის სახლში გაიმართა და მას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დღევანდელი ღონისძიება ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. ძალიან გულწრფელი ემოციები იყო. ამ ხალხმაც იგივე ტრაგედია გადაიტანა, რაც ჩვენ. ყველამ საერთოდ ტკივილი განვიცადეთ. ცრემლების გარეშე შეუძლებელი იყო ამ საღამოზე დასწრება. ასეთ შეხვედრებს უამრავი სიკეთის გაკეთება შეუძლია. ისეთი შესანიშნავი მსახიობები, როგორებიც გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე გახლავთ, ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა. მე ჩემი თვალით ნახე, როგორი მონდომებულია ხალხი და გახარებული ამ შეხვედრით. ზოგადად მსგავსი შეხვედრები იგეგმება და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აქ ცხოვრები ადამიანების ახალგაზრდა თაობას, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ჰქონდეს ისეთ ცნობილ ადამიანებთან, რომლებიც დღეს არიან აქ სტუმრად. მსახიობებმა მაყურებლებს თავიანთი შემოქმედებიდან საინტერესო ისტორიები გააცნეს, რომლებიც უშუალოდ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ლომისი და მომავალი თაობა. შეხვედრა სტუმრებისა და მასპინძლების იმპროვიზირებულ კონცერტად გადაიქცა, რამაც დამსწრე საზოგადოების დადებითი ემოციები გამოიწვია. კვირის თემა ოკუპირებულ სოხუმში გაიმართა რუსეთ-აფხაზეთის ფორუმის სახელწოდებით ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის რეალიზაცია. ფორუმს მიმართვა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს აქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდონ ურთიერთთანამშრომლობა. უფრო დაწვრილებით ჩვენ სიუჟეტში მოგითხრობთ. ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალის რეალიზაცია ასე ეწოდებოდა რუსეთ-აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საქმიან ფორუმს, რომელიც ოკუპირებულ სოხუმში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართვა გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ეს ფორუმი მრავალი სერიოზული წამოწყების ინიციატორია. აფხაზეთსა და რუსეთს აქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდონ ურთიერთთანამშრომლობა და ახალი იმპულსი მისცენ ურთიერთობებს, ირწმუნება ვლადიმერ პუტინი. ეს მნიშვნელოვანი სადისკუსიო მოედანია აფხაზეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ასევე კონკრეტული შეთანხმებების მისაღწევად, აცხადებს თავის მხრივ დე-ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობას საფუძვლად უდევს რუსეთის გეოპოლიტიკური და აფხაზეთის ნაციონალური ინტერესები, მაგრამ პასუხისმგებლობას აფხაზი ხალხის ბედზე იღებს არა რუსეთი, არამედ აფხაზეთის ხელისუფლება, განაცხადა ფორუმზე ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ. დე-ფაქტო პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად საამაყო არაფერი აქვს და მაგალითად დემოგრაფიული პრობლემა მოიყვანა. იქვე განმარტა, რომ ეს დაკავშირებულია ოკუპირებული აფხაზეთის სუსტ ეკონომიკურ განვითარებასთან და მოსახლეობის უმუშევრობასთან. ამ რუსულ-აფხაზურ ეგრეთ წოდებულ საქმიან ფორუმზე რუსული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი შეთავაზებებით ჩავიდა. ჯერჯერობით უცნობია რა ეტაპზეა მოლაპარაკებები დე-ფაქტო მთავრობასა და მოსკოვს შორის, თუმცა მხარეები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბაბუშერას აეროპორტის შესაძლოა რუსულ მხარეს რეკონსტრუქციისთვის გადაეცეს. მხარეებს შორის კიდევ ერთი პროექტი ოჩამჩირის საზღვაო პორტის რუსი ბიზნესმენებისთვის გადაცემის საკითხი განიხილება. სოხუმის საბოლოო თანხმობის შემთხვევაში რუსი ინვესტორები მზადყოფნას გამოთქვამენ, ბაბუშერას აეროპორტს რეკონსტრუქცია ჩაუტარონ და მოსკოვის მიმართულებით ფრენები განახორციელონ. იმისთვის, რომ სოხუმიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენები დაიწყოს, რუსულმა ავიაკომპანიებმა ოფიციალური თანხმობა თბილისიდან სამოქალაქო ნავიგაციიდან უნდა მიიღონ. მსგავს დათმობაზე წასვლა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ აპირებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, რუსული ავიაკომპანია, რომელიც სოხუმიდან მოსკოვის მიმართულებით მსგავს ფრენებს განახორციელებს, საერთაშორისო ორგანიზაციების შავ სიაში შევა. ამასთან მსგავსი გადაწყვეტილებებით ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სამხედრო ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ყირიმის მსგავსად არც ოკუპირებულ აფხაზეთთან გამორიცხავს საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რასაც ქართული მხრიდან დროული და სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს. ბაბუშერას აეროპორტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ საჰაერო ობიექტად, იმ გაგებით, რომ მისი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს შეუძლია მიიღოს თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავი, მათ შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო.
გასაგებია, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას სურს, რომ აღადგინოს მიმოსვლა, ამოქმედოს ეს აეროპორტი, ისე როგორც ოჩამჩირის პორტი, რომლებიც ჩაკეტილია საერთაშორისო დონეზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ განაცხადა თეთრლაქად არის გამოცხადებული და საერთაშორისო ფრენებიც აკრძალულია ამ მიმართულებით. რუსეთის დახმარებით გასაგებია, სეპარატისტებიც ეცდებიან ყველა მხრივ, რომ მათ აღადგინონ ეს აეროპორტი და ამოქმედონ, თუნდაც პირველ რიგში კომერციული თვალსაზრისით, რომ მიიღონ მოგება. თუ რუსეთმა მოინდომა შევა მოხდეს ადგილობრივი რეისების განხორციელება, მაგალითად როგორც ანექსირებული ყირიმიდან ხორციელდება და ყირიმში რუსეთიდან საჰაერო რეისები, ასე შევა განხორციელდეს. მაგრამ ის რომ საერთაშორისო ავიახაზების რომელიმე სამგზავრო ლაინერი დაჭდეს, ეს უკვე არ უნდა იქნას დაშვებული და პირველ რიგში ეს უნდა ამის აკრძალვა უნდა მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ. საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმების წინააღმდეგ რუსეთი ვერ წავა, რადგანაც ეს საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საერთაშორისო კანონმდებლობით ეს გასაკვირველია სერიოზული დარღვევაა. სერიოზული შენიშვნის მიღება შეიძლება ამ საკითხზე და არ ამგონია რუსეთს აწყობდეს და თავად აეროპორტის თემა, სხვა ბიზნეს პროექტების განხორციელების თემა არაერთხელ ყოფილა განხილული. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ჩათვალოს ნებისმიერმა აფხაზმა, აფხაზეთში მცხოვრება ადამიანმა, რომ ჩვენ რაღაცა სიხარულით საუბრობთ იმაზე, რომ აფხაზეთში არაფერი განხორციელება, არაფერს არ შეიძლება. პირიქით, ადამიანებს რაც მეტი სოციალური შვება ექნებათ, ჩვენთვის უკეთესია. აფხაზი იქნება ეს თუ ოსი. მაგრამ არსებობს კანონები, არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადალახვაც დაუშვებელია. თავის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთი ჩვეული ხერხებით განაგრძობს ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებას. ასე მაგალითად, აფხაზურმა ეგრეთ წოდებულმა მინისტრთა კაბინეტმა ერთ-ერთ საწარმოს რესპუბლიკაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანის ნებართვა მისცა. ორგანიზაციამ ადრეც მიიღო ნებართვა იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანაზე, რომელიც ეგრეთ წოდებული გენერალური პროკურატურისა და ეგრეთ წოდებული დაცვის სახელმწიფო სამსახურისთვის არის განკუთვნილი. ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის გამოსავალი საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ. აფხაზეთში იარაღი ყოველთვის შედიოდა საქართველოსისგან დაუკითხავად, ასე ხდებოდა ჯერ კიდევ ყველას გვახსოვს 92 წლის ომის დაწყებამდე, ომის დროსაც, მას შემდგომაც, ასე როდესაც რო ვერ აკონტროლებს შენ საზღვრებს, მათში აქვს ეს იარაღი და ამ დროს უკვე იქ ადგილობრივი რომელიღაც ფირმას მისცემენ ამის უფლებას თუ არა ეს უკვე ამას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იარაღის შეტანა იქ ხდება ორგანიზებულად დიდი პარტიებით, რასაც ჩვენ ხედავდით ჯერ 92-13 წლებში, შემდგომ პერიოდში იგივე 1998 წელს გალის მოვლენების დროს და 2008-ში მით უმეტეს. ასე რომ სანამ საქართველოს ვერ გააკონტროლებს ამ თავის ტერიტორიის ერთ-ერთ ნაწილს, მანამდე ასეთი იარაღის შეტანა, გატანა და ესეთი აუკანონო ქმედებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლებას დღეს მაქსიმუმ რაც შეუძლია ეს არის პროტესტის განცხადება სხვადასხვა დონეზე, რომ ირღვევა მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. რუბრიკაში აფხაზეთის მომავალი გაგაცნობთ აფხაზეთის მკვიდრს, სკოლა ათინეთის მეათე კლასელ მოსწავლეს გიორგი ვარდანიას.
პირველად მივედი დებიჭო ხნელიძეების სტუდიაში და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. პირველი კონცერტი იყო, როდესაც ვიყავი 5 წლის. თან კარგად მახსოვს სხვათა შორის. რეალურად დიდი ემოციაც იყო, იმიტომ რომ პირველად სცენაზე ხალხის თვალწინ გამოჩენა ალბათ არც ისე ადვილია, მაგრამ ადვილად შევეჩვია მაინც. ბუთკუნ მესამედ წოდებული გიორგი ვარდანია. სიმღერა 4 წლისამ დაიწყო. პირველი შეხება სცენასთან 5 წლის ასაკში ჰქონდა. 8 წლისამ კი სატელევიზიო საბავშვო პროექტ ანაბანაში მიიღო მონაწილეობა და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. თან ერთად დაუვიწყარი მოგზაურობა პარიზის დისნეილენდში. 2008 წელს გავედი სატელევიზიო კონკურსში ანაბანაში და გავიღე პირველი ადგილი. რა თქმა უნდა, ესეც პირველი შეხება იყო ჩემთვის ტელევიზიასთან და ესეც რა თქმა უნდა დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ჩემ გვერდით იყვნენ მაშინ, თუნდაც ვოკალის პედაგოგები, თუნდაც წამყვანი ბიბი კვაჭაძე, მანანა მორჩილაძე, ნინო ჩაჩავა, მარინა ბერიძე, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ, მონაწილეების გვერდით და ეს იყო ის, რამაც ჩვენის ნერვიულობა, სტრესი პირველად ტელევიზიასთან შეხების გადაგვალახვინა. ანაბანას გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერების კონკურსი და საბავშვო მუსიკალური ფესტივალი 5-ვე გამოხვა, სადაც გიორგი ვარდანიას ისევ საპრიზო ადგილები ერგო. მისთვის მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი 2013 წელს ჩატარებული ახალი საბავშვო ხმაა. ამ კონკურსში გიორგი მეორე ადგილი აიღო. ახლა გარდატეხის პერიოდი აქვს და ხმის იოგებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ამიტომ დროებით შემოქმედებითი პაუზა აქვს აღებული. სამაგიეროდ წერს ლექსებს, როგორც თვითონ ამბობს, განწყობის შესაბამისად. დაახლოებით დაიწყო ალბათ 1-2 წლის წინ, სადღაც პირველი ლექსი დავწერე და იმის შემდეგ ესენ არც ისე სისტემატიურად, მაგრამ ხანდახან როცა მომინდება დაწერა, ესე მაქვს ბლოკნოტი გადადებული, რომელშიც წერ ლექსებს. გავლენას ახდენს ხოლმე ძირითადად ამინ დისკი ჩემზე, როცა მოღრუბლულია, როცა წვიმს, შედარებით შეიძლება ძიმე ხასიათი მაქვს ამ დროს და გამომდის, ასე ვთქვათ, მძიმე ლექსი, როდესაც ასე ვწერ. თუნდაც იმითი თემატიკა, რაღაცა პრობლემებს ვეხები უფრო მეტად არ ვწერ დაუშვათ სიყვარულზე ან რაღაცა და სიყვარულზე ვწერ მაშინ როცა მზეა, როცა რაღაცა მიხარია, ასე ვთქვათ და თუნდაც მაშინ როცა მიყვარს. ეს ყველაზე კარგი გრძნობაა რა. მიუხედავად სიმღერისადმი დიდი სიყვარულისა, საკუთარ თავს მომავალში სულ სხვა სფეროში ხედავს. რა თქმა უნდა, მიყვარს მუსიკა, მიყვარს სიმღერა, რითიც დაიწყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის რაღაცა მაინც გული მიმდის, სამედიცინო განხრისკენ რა, კარდიოქირურგია მინდა. ბავშვობიდან, პატარაობიდან მიტაცებდა ანატომია, ადამიანის აღნაგობა და ყველაზე მთავარი გული. ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი სუსტი წერტილი, ასე ვთქვათ, თუნდაც წიგნები, თუნდაც ვიდეოები, მე შემიძლია დილიდან საღამომდე დავიჯდე და წავიკითხო, თუნდაც უყურო ამ ვიდეოებს. ძალიან მინდა გავაგრძელო სწავლა გერმანიაში, არის ესეთი უნივერსიტეტი, ჰეიდელბერგი, სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელშიც ვხედავ ჩემ თავს. თუმცა გააჩნია როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება. გიორგი უმცროს დასთან და მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს. სწავლობს სკოლა ათინათში. დადის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საკვირაო სკოლაშიც. სიმღერაში მიღწეულ წარმატებებს დედას უმადლის და ამბობს, რომ არა დედის მონდომება სიზარმაც ეძლევდა და საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანდა. პირველი ნაბიჯები სიმღერაში დედის დახმარებით გადავდგი. უდიდეს სტიმულს მაძლევს თუნდაც იმაში, რომ ჩემი ცხოვრება წარმართო კარგისკენ. ჩემს მიმართ ყურადღებიანია მეხმარება გაკვეთილების გაკეთებაში, სკოლიდან მაგას მივყავარ სახლში. მომწონს როგორც ხერის გიორგი, ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაცია. გიორგის მშობლები გალიდან არიან.
მათი მონაყოლი აფხაზეთზე იმდენად შთამბეჭდავია, რომ გიორგისთვის წარმოსახვაში არსებული მამისეული სახლის რეალობაში ხილვა ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა, რომ ჩავიდე გალში აფხაზეთში და ვნახო ჩემი სახლი. არა, წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი შეიძლება იყოს იქაურობა, მხოლოდ რაღაც სურათებით, შეიძლება პატარა ვიდეოები მაქვს ნანახი, ძველი სურათები, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, როგორც არის ნათქვამი. წარმოგიდგენთ რუსთაველის თეატრის მსახიობის გაგრელ ქეთის სვანიძის პორტრეტს. დღეს იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია. აკეთებს იმას, რაც შორეულ ოცნებად მიაჩნდა და ახლა უკვე მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თეატრში შემთხვევით მოხვდა და თვლის, რომ გაუმართლა. რობერტ სტურუამ მალევე შეამჩნია და აქედან დაიწყო ქეთევან სვანიძის როგორც მსახიობის ახალი ცხოვრებაც. რუსთაველის თეატრში მე-7 წელი დაიწყო უკვე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოდ მოხდა ჩემი აქ მოხვედრა. ბატონო რობიკომ აიყვანა 10 რეჟისორი. 2 წლიანი მაგისტრატურა, ასე ვთქვათ და იყო ერთ-ერთი რეჟისორი რევას შატაკიშვილი, რომელსაც დავალება ჰქონდათ, რომ სპექტაკლები უნდა გაეკეთებინათ და დამიძახა მასთან, რომ ემუშაო. მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ გავიგე, რომ რუსთაველის თეატრში იქნებოდა და მეთქი ერთხელ მაინც ვითამაშებ ამ თეატრში. ეს ჩემი ისეთი შორეული ოცნება იყო, რომ აქ ზოგადად მეთამაშა და ესე მოხდა, რომ ვითამაშე ზღაპარში, ბატონო რობიკომ ნახა რეპეტიციაზე, მე სპექტაკლზე და ასე ვთქვათ, რომ მორჩა ეს გამოცდა და ჩააბარეს ამ რეჟისორებმა, 3 დღის მერე როცა ყველაფერი დამთავრდა, 3 დღის მერე ზარი, არასოდეს არ დამოვიწყდება ეს ზარი, გამარჯობათ, ქეთევან გიბარებინ რუსთაველის თეატრში და მე არ დამავიწყდება და არავის არ ჯერა, რომ აი უცებ ამიწია სიცხე 38 მქონდა იმ დღეს ცხოვრებაში, სიცხე და ესეთ რაღაცები არ ვიცი. როლები მუდამ მრავალფეროვანია. როგორც თვითონ ამბობს, თითოეულ გმირზე მუშაობა საინტერესო პროცესია. სცენაზე ხან მეხანძრეა, ხანაც ოფელია. ზოგჯერ პურის გამყიდველია, ან სულაც გადარეული და გიჟი ქალის როლის მორგება უწევს. ყველა როლი ერთნაირად უყვარს და სწორედ ეს სიყვარულია მიზეზი იმისა, რომ მსახიობობა გადაწყვიტა. ჩემი პირველი სპექტაკლი იყო ბიდერმანი და ცეცხლის წამყიდებელნი. სადაც მოვხდი ქალბატონ ნინო კასრაძესთან, ზააბატონ სასაპაპუაშვილთან, დავით დარჩიასთან და ასე შემდეგ, სადაც იყო ვარსკვლავთა, ასე ვთქვათ, ცვენა. გამართლა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო როლები შემხვდა, იქიდან გამომდინარე, რომ ანუ როგორი ჰაბიტუსიც მე მაქვს, არასდროს არ მქონია ისეთი როლები. და ყოველთვის მაგის შიში მქონდა, რომ არის რომ რაღაცა დაახლოებით როგორიც ხარ, ისეთივე როლები გაქვს. იყო ესეთი სპექტაკლი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, გავართ ახლა ჩვენ ტოლვილებს, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩემთან. ეს იყო 2008 წლის ომზე. საინტერესო იმით იყო, რომ 6 როლი მქონდა სცენაზე, გასაკეთებელი, თან არ გავდიოდი კულისებში და იქვე ხდებოდა გარდასახვა. იყო ჩანაწერი ნამდვილი ადამიანების და ამ ჩანაწერებს მივყვებოდით ჩვენ. ანუ ტექსტი ზეპირად არ ვიცოდით, მაგრამ აზრობრივად ვიცოდით რა არის შემდეგ იყო. ამისთვის ვისწავლე ფანდურზე დაკვრა. ჩემთვის ეს იყო ძალიან საინტერესო. მე წავედით ედინბურგის ფესტივალზე, სადაც ავიღეთ პირველი პრიზი. გაუმარჯოს ბუშონს ესეთი სპექტაკლი. რამაც წარმატება მომიტანა და 2012 წელს გავხდი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი. ესეც ჩემთან არანაირად ახლოს არ იყო ხასიათებით, ძალიან გიჟი და რაღაცნაირი გადარეული ქალი იყო. მერე იყო ბატონ რობიკოსთან, თვლი რომ აი ამ სპექტაკლმა საერთოდ ჩემი ცხოვრება შეცვალა, მარია კალასი. არა მე მარია კალას გაკვეთილზე ვეახლე.
დღემდე აი დიდი პასუხისმგებლობა ყველა დღეს როცა ეს სპექტაკლია, აი განსაკუთრებულად ვემზადები, სადაც მომიწია სიმღერამ, ანუ ვოკალი, ამიყვანეს პედაგოგი ქალბატონი ვიქტორია ჩაპლინსკაია, რომელსაც მადლობას ვუხდი. და დღეს მიწევს ესეთ სერიოზული არის პარტიის შესრულება აი ამ სპექტაკლში და ვთვლი რომ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა როლები მქონდა. იყო Hamlet.com-X, ესეთი ასე ვთქვათ გადატრიალებული ვარიანტი, რომელიც უფრო რთული იყო, ნახე შექსპირი ითამაშოდა, პლუს ამას ეს გააკეთო კომედიაში ძალიან რთულია. იქაც მქონდა საერთოდ სხვა ვიზუალის ოფელია იყო, რომელიც სიგარეტს ეწევა, რაღაცა ცოტა ესეთი მომღერალი ლეიდი გაგას შეადარეს, ამ დროს მე არ მას მიქნია, არ ჩამიდია ეგ უბრალოდ მხატვარმა ესეთი კოსტიუმი მოიტანა და გრიმი, რომ რაღაცა წავიდა იქითკენ და კარგი იყო ჩემთვის სამუშაოდ. თეატრამდე თეატრალური უნივერსიტეტი იყო. ზოგადად ბავშვობიდან არტისტულია, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება არ გასჭიროებია. ერთხელაც თქვა, რომ მსახიობობა უნდოდა. დედამაც მხარი დაუჭირა და სცენისთვის მზადებაც დაიწყო. ძალები არაერთი მიმართულებით მოსინჯა. ჯერ ცეკვავდა, მერე იყო სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, შემდეგ ოპერის თეატრის საბავშვო დასი და ამ ყველაფერმა ერთად დიდი გამოცდილება მოუტანა. დღეს როცა უკვე სცენაზე დგას, შეუძლია მაყურებლისთვის მუდამ განსხვავებული იყოს. დედას უნდოდა რომ მომღერალი გამოსულიყავი ოპერის და ბავშვობიდან მამზადებდა და არ ვიცი, აი დედა ჩემიც იცახეს რომ არ მზრდიდა ისე რომ რაღაცა აბალექსი წაიკითხე და რაღაცა ისე რომ პირდაპირ მიზანი გქონოდა რაღაც მსახიობობისკენ. აი ერთ დღესაც მე ავდექი და პატარა ვიყავი სხვათა შორის რომ უთხარი რომ მე მინდა რომ გამოვიდე, ეხლა არ ვიცოდი ეს დრამა და ასე შემდეგ. აი რო ლაპარაკობენ ისეთი მინდა თქვა, ანუ იმ ოპერა უკვე ვიცოდი და ნუ რა თქმა უნდა თეატრიც, მაგას ჩემებურად ახსენე. თუ გინდა რომ გამოხვიდე საბოლოოდ პროფესიონალი მსახიობი, შენ კარგადაც უნდა მღეროდე, კარგად უნდა ცეკვავდე და ყველანაირი განათლება უნდა გქონდეს და ესე დაიწყო ჩვენი შრომა იმისთვის, რომ მე აქამდე მოვსულიყავი. რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთევან სვანიძე სამომავლოდ შესაძლებლობების მოსინჯვას ეკრანზეც გეგმავს. უნდა რომ მეტი ისწავლოს, იშრომოს, როგორც მსახიობი უფრო მეტად დაიხარჯოს და მუდამ დინამიკაში იყოს. დაიბადა აფხაზეთში. ომის შემდგომ პერიოდში პატარა იყო, მაგრამ ის მძიმე დღეები დღესაც კარგად ახსოვს. კითხვაზე როგორია მისი აფხაზეთი, ამბობს, რომ აფხაზეთი მისთვის ზღვის ტალღების ხმაა. მე ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ყოფილვარ. მაგრამ ამ იღბალამდე, რასაც გვია რუსთაველის თეატრი ძალიან ბევრი რთული გზა გავიარეთ. მეც აფხაზეთიდან ვარ და ჩვენი აქ ყოფა არ იყო ნამდვილად მარტივი. აი დედა მაგალითად სუფეხით მატარა ყველგან. და მე ვთვლი, რომ აი ამ შრომისგან მოვიდა ეს წარმატება. ვიყავი 3 წლის, როცა აფხაზეთი დაეცა და ჩვენი აქ გადმოვედით. მამა იქ დაიღუპა აფხაზეთის ომში, საკმაოდ, ჩვენი ოჯახიც როგორც ყველას შეეწირა და ძალიან რთული პერიოდი იყო. მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს ესეთი ფრაზა, რომ ერთი წელი ჩვენ დეიდასთან ცხოვრობდით, სანამ მივიღებდით ბინას და რო ჩამოგიყვანეო დედა ჩემმა მითხრა, რომ აი სულ ბავშვობიდან მახსოვს ეს ახლა ნელ-ნელა გაქრა, რომ აი ზღვის ხმა ჩვენ წერეთელზე ვცხოვრობთ და წყლის ხმა, აი რო ვიძინებდი, სულ ეს რაღაცა იამნანასავით ჩამესვოდა. დედა ჩემს თურმე ვეკითხებოდი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ რატო არ არის ხმა, რატო არ არის? ჩავთვალე რომ სტუმრად ვიყავით და უკვე რომ გადავედით მე, ანუ სახლში მივდივართო დედა ჩემმა რომ მითხრა, ღამე იყო და იქაც გამიკვირდა რომ ხმა არ არის და მეორე დღეს აიგონზე რომ გამოვედი, თურმე დამიწყია კივილი, რომ სად არის ზღვა. მართალია შორეული ოცნება აიხდინა და დღეს რუსთაველის თეატრშია, მაგრამ ერთი ოცნება მაინც დარჩა. კარგი იქნებოდა თუ ამ თეატრიდან წავიდოდით რაღაც ისეთი სპექტაკლით, სადაც აი ვიცი, მთელ ყველაფერს ჩავდებდი, ყოველთვის ვდებდით სიყვარულს ყველა სპექტაკლში, მაგრამ ალბათ განსაკუთრებული იქნებოდა. იქ ვითამაშო და ჩემთვის ალბათ იქნება ძალიან, რა ვიცი, ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მაინც როგორ თქვა, ხა თბილისი ჩემი სახლია, მაგრამ აი რაღაცა სხვა შეგრძნებაა მაინც. ალბათ იქ უფრო სხვანაირად ვიგრძნობ თავს. მიამბე აფხაზეთზე. რუბრიკის სტუმარია მომღერალი და ჟურნალისტი გია ჭირაქაძე.
ძველი სოხუმელი შეიძლება დამერქვას. კი ვარ დაბადებული და არც უკვე დავბერდი თბილისში, მაგრამ მთელი ბავშვობა მით უმეტეს არ დადეგები ყველა სოხუმში მაქვს გატარებული. თითქმის ერთი წელი საშუალო სკოლაში მე-6 კლასშიც იქ სწავლობდი პირველ სკოლაში, რუსთაველი სახელობის პირველ სკოლაში სოხუმში. პირველი ჩემი ჩამოსვლა იყო ომი ახალი დამთავრებული იყო 46 წელი. ჩვეულო იყო. ზღვა კი მქონდა ადრე ნანახი, მაგრამ იქ ზღვისპირზე ცხოვრება, დაკვირვება, პირველი თევზაობა, ეს ყველაფერი ბავშვისთვის განსაკუთრებით ძალიან ბევრს ნიშნავს. შემდეგ 59 წელს დედა სამუშაოდ გადავიდა სოხუმში და თითქმის აქამდე სადამ გარდაიცვლებოდა იქ ცხოვრობდა ბოლო 2 წელიწადი თბილისში გაატარა. მუშაობდა ესე იგი სახელგამში. კარგი ჟურნალისტი იყო ლეილა დადიანი, ალბათ სოხუმელებს ყველას ახსოვს. ბავშვობის წლებშიც იქ ცხოვრობდი, ოღონდ მამიდა ცხოვრობდა ჩემი ლაკობას ქუჩაზე, ეზოში გამოდიოდა ძველი დრამატიული თეატრის კულისები და აი მსახიობები იმ ეზოში გამოდიოდნენ ხოლმე შესაძლებლად. ასე რომ ყველა სპექტაკლი იქ მქონდა ნანახი, მაშინ ახალი დამთავრებული იყო ომი და 2 დასი იყო, ქართული და რუსული. მერე აფხაზური დასი შეიქმნა. მერე გაიყო და თეატრების სხვადასხვა შენობაში გადავიდნენ. მაგრამ ყოველთვის მაინც აქტიური მაყურებელი ვიყავი, ეს გასაგებიც არის, ჩვეულებრივი უნდა იყოს. ვიმეორებ, რომ თეატრის ეზოში გავიზარდე, ასე შეიძლება ერქვა. სალომე ყანჩელი იყო ჩვენი კარის მეზობელი, ისიც ცნობილი მსახიობი და მაშინ სოხუმის თეატრში მუშაობდა, მაშინ მისი მეუღლეც იქ მუშაობდა როგორც არქიტექტორი. კარგად მახსენდება, მაშინ ახალი შემოსული იყო ველოსიპედების გაქირავება. ჩვენ ახალგაზრდებს რასაკვირველია ყველაზე მეტად ეს ტრანსპორტი გვაწყობდა და დავდიოდით უკვე გუმისთაზე, იმიტომ რომ აქეთ სიცხე იყო და იქ უფრო გრილი წყალი იყო. მე რაღაც დაგიმალვდი და საკეიფოთაც იქ ჯობდა ურბარილის გაშლა გარეთ, საქალაქ გარეთ პიკნიკი, ასე რომ ბევრი მოგონება არის კარგი და სასიამოვნო. თითქმის ყველა სეზონზე ჩვენთან სტუმრობდა გურამ დოჩანაშვილი, მისი ბებია მერი კორძაია, გურამი ბატონი დედით ემხვარია, მოგეხსენებათ და ასე რომ ჩვენ იქ ძალიან კომფორტულად გრძნობდით თავს. ჩემი პირველი გასტროლებიც როგორც პროფესიონალის, მანამდე სტუდენტობის დროსაც პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში ავიდგე მეფეხი და ის ორკესტრით ჩადიოდა ხოლმე სოხუმში, მაგრამ მე ვიყო უკვე ჩემი მრავალი წლის მუშაობა სახელმწიფო ორკესტრში, რეროში, სადაც კონფერენციები ყავი, შოუმენი, მომღერალი, მოცეკვავე. სოხუმში ყველა მიცნობდა, არა მარტო ფილარმონიის დირექტორი, მოადგილეები, ადმინისტრატორები, ყველა მძღოლებიც. იმიტომ რომ ხშირად მე სოხუმში თუ ქონდა კონცერტი, აუცილებლად გასვლითი კონცერტი გაგრაში უნდა ყოფილიყო. იქ ალიოშა გიგიბერია ველოდებოდა ხოლმე და ბევრი კონცერტი მაქვს ჩატარებული სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაშიც. როცა პირველი შვილი ცოტა წამოიზარდა ისე რომ თქვათ მეუღლის მშობლებთან დატოვება შეგვეძლო, გადავწყვიტეთ რომ ასეთი კომფორტი მოგვეწყო ერთმანეთისთვის და
ბავშვის გარეშე წავსულიყავით დაგვესვენა. გადავწყვიტეთ წავსულიყავით ბიჭვინთაში. კომფორტი ბატონო. მაგრამ რასაკვირველია, გავიარეთ დედასთან რამდენიმე დღე. ნუ დედასთან სტუმრობა ცოტა გაგრძელდა, მერე ამ დროს ქუჩაში შემხდნენ მეგობრები ვახუშტი კოტეტიშვილი და მთელი ჩემი სამეგობრო გაეხარდათ რომ იქ ვიყავი. ერთი დღე ჩამოდიო ჩვენთან კითხში სტუმრათო. თუ მოგეწონება დარჩიო. ჩავდი და ნახე რომ იქ ევკალიპტების ჭრილში პირდაპირ პლაჟზე კარვებში ცხოვრობდნენ და შესანიშნავად გრძნობდნენ თავს. ამ დროს ცოტა მოშორებით კოტეჯში კიდევ ოთარ იოსელიანი ცნობილი კინორეჟისორი თავის ოჯახთან ერთად ისვენებდნენ. ნუ ისეთი ბოჰემური საღამოები ქონდა, ისეთი პოეზიის საღამოები იყო ვახუშტის გადამკიდე მერე ხან სპარსული, ხან რუსული და ნუ ქართული პოეზიის ზეიმი იყო. ნუ რამდენიმე კაცი მერე იქ მღეროდით და არც ისე ცუდად. და მოკლედ დიდებული საღამოები იყო და ნუ მითხრეს რომ საათ უნდა წახვიდე აქ ყოფნას მართლა დამის დაჭკუაში წავედი მე სოხუმში ჩამოვიტანე ეს კარავი და მთავარი იყო რომ ღამე გვეძინა მე და ჩემ მეუღლეს იმ კარავში თორე დღე და მთელი საღამო და რა ვიცი აი ესე თან ნადირობდნენ წყალქვეშა თოფები ქონდა ჩვენ მეგობრებს და კეფალი ქონდა ულევი ძალიან ბევრი მოგონება მაქვს, როგორც მსახიობს, როგორც დამსვენებელს, როგორც უბრალოდ ბავშვს, რომელმაც თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი სოხუმში გაატარა. მადლობა ამისთვის უხალს, რომ მქონდა ეს ბედნიერება. ძალიან მენატრება სოხუმი, ძალიან მინდა სოხუმის ნახვა და დამბორძგლო. მიყვარს არაჩვეულებრივად. აი როგორც შეიძლება ბევრ სოხუმელს შევეჯიბრო აი ამ სიყვარულში. მე ძალიან დიდი იმედი მინდა გამოთქვა, რომ ისევ იქნება ის აფხაზეთი. დღეს ამით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.